საქართველოში 1 აპრილიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება. Როგორი შეიძლება იყოს რეგულაციის ეფექტი და რას გვიჩვენებს სხვა ქვეყნების გამოცდილება? Ამ საკითხებზე მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა გიორგი მაღრაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მკაცრი რეგულაციები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას და დადებითად აისახება საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ეს რა თქმა უნდა ეფუძნებოდა იმ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც მანამდე უკვე მრავალი წელია მოქმედებდა სადაშეფუთვა, იქნება ეს ავსტრალია, ახალი ზელანდია, ევროპის ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი და ასე შემდეგ, ხო? და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე იქნა ჩვენთანაც ჩადებული ეს ნორმა. და იმ ქვეყნებში ყველგან ზუსტად აჩვენებს, რომ ესე იგი მცირდება მიმზიდველობა და მოხმარება თამბაქოს პროდუქტების და რაც შესაბამისად აისახება უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად აისახება პირველ რიგში მოხმარების დონის შემცირებაზე ზოგადად ქვეყანაში და აგრეთვე უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, კერძოდ იმ დაავადებების შემცირებაზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას, ესენია გულსისრაფთა დაავადებები, ფილტვის ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ. გიორგი მაღრაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე დარღვევებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, მიუხედავად დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოწევის აკრძალვისა, კანონის დაცვა დღემდე სრულად არ ხდება. გიორგი მაღრაძის განცხადებით, ამ მიმართულებით პრობლემებია როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე კერძო სექტორში. მოწევის რეგულაციების თვალსაზრისით მდგომარეობა თითქმის ერთ დონეზე არის, რაც მას შემდეგ რაც ამოქმედა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, საკმაოდ მაღალ დონეზეა დაცული, თუმცა ჩვენ მონიტორინგის შედეგად ვაფიქსირებთ გარკვეულ ტენდენციებს დარღვევების ზრდის, კერძოდ მაგალითად სამწუხაროდ ძალიან საჯარო სექტორში და სამედიცინო სექტორში. საკვირველი ასეთი დარღვევები, იმიტომ რომ ერთის მხრივ საჯარო სექტორი თვითონ არის მოწოდებული იმისათვის, რომ კანონის აღსრულებას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, მაგრამ სამწუხაროდ საჯარო დაწესებულებებში ჩვენ ვაწყდებით უფრო მეტი რაოდენობით დარღვევას, ვიდრე თუნდაც სამასპინძლო ბიზნესში. ცოტათი ოდნავ გაზრდილი არის სამასპინძლო დაწესებულებებშიც და გარკვეული ასე ვთქვათ, დარღვევების უმეტესობა ძირითადად უფრო უკავშირდება ისევ და ისევ თამბაქოს ახალ პროდუქტებს, ანუ გასახურებელ თამბაქოს და ელექტრონულ სიგარეტს. სამწუხაროდ ჩვენ როდესაც ვაკვირდებით სტატისტიკას, მხოლოდ ძირითადად, უფრო სწორად, ძირითადად არის ჩვენი მონიტორების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებზე რეაგირება პატრულის მხრიდან და მოქალაქეები იშვიათად იყენებენ ხოლმე ამ უფლებას. ძირითადად უფრო იყენებენ ტრანსპორტში მინდა გითხრათ და აქტიურად იცავენ თავიანთ უფლებას და თუ არის ხოლმე შემთხვევა უკვე მიეჩვენენ მოქალაქეები, რომ დაიცვან ეს თავიანთი უფლება, რაც დაეტყო კიდევაც ტრანსპორტს, გარდა ტაქსისა. მე ვიტყოდი, რომ ტაქსი კვლავ რჩება, ასე ვთქვათ, ცხელწერტილად და საკმაოდ მაღალია დარღვევების რაოდენობა. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ახალი ელექტროველოსიპედი შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. მომხმარებელს შეუძლია მის დასამუხტად ჩვეულებრივი ლეპტოპის დამტენი გამოიყენოს. ამ საკითხზე კომპანია ამპლერის სპეციალისტები მუშაობდნენ. იდეის ავტორთა განმარტებით, ახალი პროექტი ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ელექტრონული ნარჩენების შემცირებასაც ითვალისწინებს. სპეციალისტების თქმით, ახალი მოწყობილობა უფრო მოსახერხებელია ადამიანისთვის, რადგან მისი დამუხტვა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი. მასში არსებული ბატარეა სრულად ინტეგრირებულია ჩარჩოში, რის გამოც ის არ ჰგავს ჩვეულებრივ ელექტროველოსიპედს. გარდა ამისა, გამოირჩევა სიმსუბუქით. სპეციალისტების განცხადებით, ველოსიპედს ასევე გააჩნია ინოვაციური ფუნქცია, მას შეუძლია დამუხტოს სმარტფონი. მათი თქმით, ფაქტობრივად ეს არის მოძრავი დამტენი. სპეციალისტების განმარტებით, ველოსიპედი მზადდება განახლებადი ენერგიის გამოყენებით. ასკილი მდიდარია C, E და B ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით. ასევე შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებს და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს.
მის სასარგებლო თვისებებზე კვლევები ჩატარდა. სპეციალისტების განმარტებით, ის ეფექტურად ამცირებს ოსტეოართრიტით გამოწვეულ ტკივილს. დაკვირვების მიხედვით დადგინდა, რომ პაციენტები, რომლებიც იღებდნენ 100 კილის დანამატებს, ტკივილის 3 თვის შემდეგ შეუმცირდათ. მასში C ვიტამინი 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში და 50-ჯერ მეტი ვიდრე ლიმონში. 100 კილის ჩაი ტრადიციულად გამოიყენებოდა გაციების, ყელის ტკივილისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების სამკურნალოდ. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ადამიანის ორგანიზმს დაეხმაროს ანთების შემცირებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში. სპეციალისტების განცხადებით 100 კილის დანამატების მიღება ზოგადად უსაფრთხოა ყოველდღიურ რეჟიმში, თუმცა საჭიროა დამატებითი კვლევები მისი სრული სამედიცინო პოტენციალის გასარკვევად და გრძელვადიანი გამოყენების უსაფრთხოების დასადასტურებლად.